10 ნიშანი თუ რატომ უნდა დაიწყოს სწორი კვება. თუ აქედან ორი მაინც გეცნობა, დროა დაფიქრდეს სწორი კვების დაწყებაზე. პირველი, ენერგია მუდმივად გიქვეითდება. ყოველ დილით კი იღვიძებ დაღლილი. მეორე, ხშირად განიცდი მუცლის შებერილობას. მესამე, გაწუხებს დაუკმაყოფილებელი მადა და ლტოლვა კონკრეტული საკვების მიმართ. ეს იქნება ტკბილეული, ცომეული, გაზიანი სასმელები და ასე შემდეგ. მეოთხე, ღამე ვერ ისვენებ და შესაბამისად უხარისხო ძილი გაქვს. მეხუთე, კანი კარგავს სიჯანსაღეს და ჩნდება პრობლემები. მეექვსე, წონა ნელ-ნელა გემატება, თუმცა თითქოს ბევრს არ ჭამ. მეშვიდე, ხასიათი ხშირად იცვლება, გაღიზიანება სტრესი, აპათია, შენი ხშირი სტუმარია. მერვე, ხანდახან ვერაფერზე კონცენტრირდები, თითქოს ტვინი გაჩერებულია. მეცხრე, ფიზიკური აქტივობისთვის ძალა არ გყოფნის. მეათე, ყველაზე მთავარი, საკუთარ სხეულში თავს არაკომფორტულად გრძნობ. ეს ნიშნები სიგნალია, რომ გაჩერდე და მიხედო შენს თავს. და გახსოვდეს, რომ სწორი კვება არ არის რთული. უბრალოდ სწორი გზის ცოდნაა საჭირო. თუ გინდა გაიგო, როგორ შეგიძლია შენთვის სასიამოვნო და მარტივად დაიწყოს ეს პროცესი, შეგიძლია დაიწყო ჩემი წონის კლების ერთთვიანი მარათონი სასაცილო ფასად. თუ გსურს გამოგიგზავნო დეტალები, დაწერე კომენტარებში სიტყვა მარათონი. თუ TikTok-ზე შეგხვდა ეს ვიდეო, კომენტარებში სიტყვა მარათონის დაწერა არ იმუშავებს. ამიტომ გადადი პროფილზე მიმაგრებულ ლინკზე და მომწერე Instagram-ის პირადში.